მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი იმ განცხადებების გამო, რაც მან გააკეთა რამდენიმე დღის წინ. პირველ რიგში გეტყვით თუ რა იყო ამ განცხადებაში ნათქვამი, რაზე გაბრაზდა ჩვენი ხელისუფლება და ამას არ აქვს პერსონალური განზომილება, ბუნებრივია, ხო, ელჩი საკუთარ მოსაზრებებს არ გამოთქვავს, ის გამოთქვავს ევროკავშირის მოსაზრებას, იმ განწყობას, რაც შექმნილია საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისად ეს დემარში, ეს უკმაყოფილება მიმართულია არა კონკრეტული პიროვნების მიმართ, არამედ ევროკავშირის მიმართ. განცხადებაში ნათქვამი იყო, ჩემის აზრით, ზუსტად ის, რაც ხდება სინამდვილეში. ხერჩინსკი ამბობს, რომ ამ უახლოეს პერიოდში გადაწყდება თუ გააგრძელებს თუ არა საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას თუ დაბრუნდება ბნელ წარსულში, ხო? აი ეს იყო განცხადებაში ნათქვამი და ჩემს გაუგებარია, რაზე შეიძლებოდა გაბრაზებულიყო ხელისუფლება, ნათქვამი არის აბსოლუტურად პოლიტიკური და კორექტული. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით ის არავის შეურაცხყოფას არ აყენებს და შეურაცხყოფა მის მიმართ ჩვენ ძალიან ბევრი მოვისმინეთ ადრეც და ამ დღეებშიც ზუსტადაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათი კონტროლირებადი მედიის მხრიდან ეს პერსონალური შეურაცხყოფები შეიძლება ითქვას. და გაბრაზების მოტივი რა შეიძლებოდა ყოფილიყო? რამე არ არის ამაში სწორი, რა თქმა უნდა, ეხაც ხდება საქართველოს ბედი, ქვეყანა დგას გზაჯვარედინზე, ჩვენ ან მივდივართ ევროკავშირში, ან ბრუნდებით უკან საბჭოთა კავშირში. თუ ვინმე არის ისეთი მიამიტი, რომ ფიქრობდეს, რომ ჩვენ რაღაც მესამე არჩევანი გვაქვს, არა ბატონებო, ესეთი არჩევანი არ არსებობს, როგორც კი ჩვენ გვშორდება დასავლეთის კოლექტიური დასავლეთის ქოლგა როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე კეთილდღეობის თვალსაზრისით ჩვენ მაშინ რუსეთის იმპერიის ლუკმა ვხვდებით, ვიღაცა შეიძლება შემეკამათოს, რომ აი ამერიკასთან დავალაგებთ. ვერაფერს ვერ დაალაგებთ, ბატონებო, რაც არ უნდა წინააღმდეგობები იყოს ევროპასა და ამერიკას შორის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი პარამეტრით მესამე სამყაროსთან დამოკიდებულების კუთხით ეს ქვეყნები ერთ პლატფორმაზე დგანან და ეხა არავინ არ არის იმის ისეთ სულელი, რომ ეს არ ესმოდეს, ხო? აქედან გამომდინარე, გაბრაზების საფუძველი ჩემის აზრით არ არსებობს, თუმცა ჩვენ ხელისუფლებას შეიძლება მიაჩნია, რომ ეს საბჭოთა რაღაც ნოსტალგია აქვს და საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ან რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას სულაც არ განიხილავენ როგორც რაღაც ტრაგედიას, პირიქით, ბევრს შეიძლება უნდა კიდევაც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირზე საბოლოოდ უნდა ითქვას უარი, ხდება ევროკავშირის დემონიზაცია, სტიგმატიზაცია და ეს პროცესი მიდის ძალიან მძიმედ. აქედან გამომდინარე, რა პრეტენზიები შეიძლება ქონდეს საგარეოს მათთან, ის თუ რამე არასწორია ამაში ნათქვამი და თუ ჩვენ არ შორდებით ევროკავშირს, ეს საქმიან ვითარებაში უნდა აუხსნა, ხო? ვასრულებთ იმ პირობებს თუ არ ვასრულებთ და ფაქტია, რომ ჯერჯერობით არა თუ არ ვასრულებთ, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ, თუ აღარ უნდათ ევროკავშირი, ესეც პირდაპირ ცალსახად უნდა უთხრან და ეს ადამიანიც გაჩერდება, არ ექნება არანაირი პრეტენზიები, საერთოდ ამაზე არ ილაპარაკებს და ჩვენთან ექნება ევროკავშირს ისეთივე ურთიერთობა, როგორც აქვს დაუშვათ რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან თუ სხვა ქვეყნებთან, ხო? თუ რამე ინტერესები აქვთ, ამ ინტერესებზე დაგველაპარაკებიან, მაგრამ საკუთარ ოჯახში, რა თქმა უნდა, ჩვენ შესვლის საშუალებას არ მოგცემა, ხო? ეს უვიზო რეჟიმს და ესეც იკეთებს, უნდა დაემშვიდობოს ყველა. ასე რომ გაუგებარია ეს მიწვევა, მე ვფიქრობ, უფრო სახის შესანარჩუნებლად იყო, იმიტომ რომ სათქმელი არ ამგონია ეხლა საგარეო საქმეთა მინის ბევრი რამე კონდეს ელჩთან, ან მის მოადგილეს არც კი ვიცი ვის შეხვდა. ასე რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და აღწერს იმ ვითარებას, რაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვასთან დაკავშირებით. ანუ ხელისუფლება იმყოფება
იმყოფება მუდმივი პერმანენტული კონსტიტუციის დარღვევის რეჟიმში, ფაქტობრივად პოლიტიკურ რეციდივისტად იქცა, როდესაც არათუ არ უახლოვდება და ყველაფერს არაკეთებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, არამედ საბოტირებს ძალიან ბევრი მიმართულებით ამ გზას. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.